დღევანდელ გამოშვებას გემრიელ სამზარეულოს მიუძღვნით. მაინც რა შეიძლება იყოს მიშლენის ვარსკვლავის მფლობელ მზარეულზე უკეთესი? ორი ასეთი მზარეული. შეფ მზარეული ნობუ იმით გახდა ცნობილი, რომ პერუს სამზარეულოს ინგრედიენტები ტრადიციული იაპონურ კერძებში გამოიყენა, ხოლო ჟან ჟორჟმა სახელი ტაივანური და ფრანგული სამზარეულოს შეზავებით გაითქვა. 75 წლის იაპონელი შეფმზარეული ნობუ ნამდვილი როკ ვარსკვლავია, რადგან ხალხი უწყვეტ რიგებად მიედინება მისი რესტორნების ქსელში, რომელიც მთელ მსოფლიოს ფარავს. საქვეყნოდ ცნობილმა ფრანგმა შეფმზარეულმა ჟან ჟორჟმა კი თავისი სავაჭრო ნიშანი პოპულარული უბრალო სადილების წყალობით გახადა. მე შეფმზარეული ნობუ ვარ. მზარეულობა ჩემი ცხოვრებაა. მე შეფმზარეული ჟან ჟორჟი ვარ. 52 წელია სამზარეულოში ვტრიალებ. შეფმზარეულები ნობუ და ჟან ჟორჟი, რომლებიც ერთად მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტ რესტორანს ფლობენ, შერეული სამზარეულოს ოსტატები არიან, რომელთაც საკუთარი სახელები საერთაშორისო ბრენდებად აქციეს. მოგესალმებით, როგორ გამიმართლა, რომ მსოფლიოში ორ ყველაზე სახელგანთქმულ შეფმზარეულს შევხვდი? დიდი პატივია, რომ შეფმზარეული ნობუ მყავს სტუმრად კურიოზაში. რას ამზადებთ დღეს, ბატონებო? Chef Nobu, it's nice to see you again. ბატონო ნობუ, მიხარია ისევ რომ შევხვდით. გასულ წელს ნობუს რესტორნის 30 წლისთავთან დაკავშირებით შევხვდით. ახლა ნობუს ბრენდი მთელ მსოფლიოში ცნობილი ადამიანებისა და გურმანების თავშეყრის ადგილია. დაუჯერებლად ხომ არ გეჩვენებათ, რომ მსოფლიოს უამრავ ადგილას არის მრავალი რესტორანი, რომელიც თქვენს სახელს ატარებს. ძალიან მეამაყება, რადგან ნობუ ჩემი სახელია. ნობუ, ასე ვთქვათ, ოჯახური რესტორანი იყო თავდაპირველად. ძალიან პატარა იყო. ახლა ის მთელ მსოფლიოში მოქმედი ქსელია. შეფმზარეულობა ჩემი ოცნება იყო და მოვკიდე კიდეც ხელი. ყოველთვის არ მიმართლებდა, მაგრამ შეცდომებზე ვსწავლობდი. ახლაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ. არადა უკვე 70-ს გადავაბიჯე. და იცით როგორი განცდა მაქვს, რომ გამომივიდა. თითოეული რესტორანი შვილივით მიყვარს, მე მათი მამა ვარ. ერთხელ თქვით, რომ ყოველთვის გრძნობდით შეფმზარეულობა თქვენი ბედი რომ იყო. რამ გაფიქრებინათ, რომ ეს იყო თქვენი მოწოდება? ბავშვი ვიყავი, მამა რომ გარდამეცვალა და დედა და ბები ამზრდიდნენ. ყოველ დილით დედა და ბები აისხდნენ სამზარეულოში და მთელი ოჯახისთვის ამზადებდნენ საუზმეს, ბრინჯს. ისმოდა დაფაზე დანის კაკუნი, იდგაწვნიანი სურნელი. სწორედ ეს აღმოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი განათლება იმისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ. რადგან ყველაფერი ბებიამ და დედამ მასწავლეს. სუშის მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა, თუმცა სწორედ პერუში მოგზაურობამ შეცვალა თქვენი საქმიანობის ფილოსოფია. იქ გახსენით პირველი რესტორანი. მაინც როგორ შეცვალათ ამ გამოცდილებამ, როდესაც ტრადიციულ იაპონელ შეფმზარეულად ჩაგთვალეს? თავდაპირველად ტრადიციული იაპონური სამზარეულოთი დავიწყე, განსაკუთრებით სუშით. მაგრამ იაპონიაში რომ დავრჩენილიყავი, ვერასდროს მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე. რადგან პერუში როცა წავედი, იქ სულ სხვა კულტურა დამხვდა. სრულიად განსხვავებული საჭმელი და ცხოვრების სტილი. ყველაფერი განსხვავებული იყო. ზღვის პროდუქტების კერძებით დავიწყე. განსაკუთრებით სევიჩეთი. როგორც იცით, იაპონიაში ახალ თევზს მიირთმევენ, რომელსაც ნაჭრებად თვლით და სოიოს წვენითა და ვასაბით ვკმაზავთ. პერუშიც იგივეა თევზი, მაგრამ მას ლიმონის წვენით, წითელი ცხარე წიწაკით, ხინძით, ნივრითა და ხახვით კმაზავენ. როდესაც თავად მოვამზადე ასე, თითქოს თვალი ამეხილა. ვიფიქრე, გამოდის, რომ ერთი და იგივე თევზი სულ სხვადასხვანაირად შეიძლება მომზადდეს მეთქი. ბატონო ნობუ, თქვენ 60 რესტორანი გაქვთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნობუს ბრენდი საყოველთაოდ არის ცნობილი. მაინც რას ურჩევდით მზარეულებსა და მეწარმეებს, რომ გაითვალისწინონ? არ შეგეშინდეთ შეცდომების. იყავით მიზანდასახული. არა იმიტომ, რომ წარმატებას მიაღწიო, არამედ იმიტომ, რომ მიზნის გარეშე ვერასდროს გადადგამ ახალ ნაბიჯს. არ დანებდეთ. ყველაფერი გულით აკეთეთ. შეფმზარეული ნობუ ჩვენს ქალაქში კიდევ ერთ ცნობილ კოლეგასთან, ჟან ჟორჟთან ერთად მუშაობდა. დოჰის ცნობილი რესტორნის 4 სეზონის 20 წლისთავის აღსანიშნავად. დასად ნახავ შეფმზარეულებს სამზარეულოზე უკეთეს ადგილას. ბატონო ჟორჟ, თქვენ შეიძლება ითქვას შემთხვევით მოხვდით სამზარეულოში. სკოლა არ გიყვარდათ. მეცახელად ჯოჯოს კი შეგარქვეს, საშიში. მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვალა. როდესაც მშობლებმა მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში წაგიყვანეს, თქვენი 16 წლის იუბილეს
აღსანიშნავად. მე საინჟინრო სკოლაში ვსწავლობდი, სადაც მშობლება გამგზავნეს და რომელიც უბრალოდ ძულდა. არ ვიცოდი თუ საჭმლის მომზადებით თავის რჩენა შეიძლებოდა. ჩემთვის ჭამა ნიშნავდა სახლში მაგიდის შუაში დადგმულ ქვაბს, საიდანაც ყველა თვითონ იღებდა საჭმელს და მიირთმევდა შინაურულად. და როცა მაღალი კლასის რესტორანში მივედი და ვნახე, როგორ ბალეტივით იყო დადგმული სერვისი. ვნახე კერძების დაფა, მოხატული თებშები, მინის ჭურჭელი, გავოგნდი. თავის სიზმარში მეგონა, თვალი ამეხილა. მამაჩემი მიხვდა ამას. სადილის ბოლოს, როდესაც მზარეული მოვიდა მაგიდასთან უთხრა: ჩემი შვილი ყოვლად გამოუსადეგარი ბიჭია. თუ ჭურჭლის მრეცხავი გჭირდებათ, მგონი წინააღმდეგი არ იქნებაო. 2-ოდე კვირის შემდეგ იმ სამზარეულოში დავბოდი და ყველას ვეხმარებოდი. რამდენიმე თვეში კი სამსახურში ამიყვანეს. ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება. თქვენ ნამდვილად მოახერხეთ გზის გაკვალვა და ეს დაუჯერებლად წარმატებული კარიერის დასაწყისი გამოდგა. თქვენ მუშაობდით ცნობილი ფრანგი შეფ მზარეულების გვერდით. მერე ტაილანდში წახვედით. საბოლოოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში დასახლდით. იცით, ნამდვილად გამიმართლა, რომ მიშლენის 3 ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში დავიწყე მუშაობა პოლ ჰეიბერლინთან, რომელმაც ყველაფერი მასავლა. როდესაც 1980 წელს ტაილანდში ჩავედი, არც კი გამეგონა რა იყო ქოქოსის რძე, ლიმონის სორგო, ჯანჯაფილი, ცხარე წითელი წიწაკა, გალანგალი, მთელი ეს სანელებლები, კარი. გაუცებული ვიყავი, სრულიად ახალი სამყარო აღმოვაჩინე. როდესაც ბაზარში მივდიოდი და ამდენ განსხვავებულ რამეს ვხედავდი, ღრუბელივით ვისრუტავდი ყველაფერს. არადა მხოლოდ 23 წლის ვიყავი. და გადავწყვიტე, რომ გამომეყენებინა საკუთარი ტრადიციული ფრანგული სამზარეულო. ოჯახური კერძები და მეცადა ცოტათი მათი ამ ახალი სანელებლებით შეზავება. და მივხვდი, რომ ნიუ-იორკზე უკეთეს ადგილს ვერ ვნახავდი, რათა წარმადგინა ფრანგულ სამხრეთ-აზიური სამზარეულო. მივხვდი, რომ მოგზაურობა მაწვდი და ახალ იდეებს. ვგრძნობდი, რომ შემზარეულის ფუნქცია სინამდვილეში იყო ექსპერიმენტები? დიახ, ტაბაკას ზემოდან ძირთკბილას დაადებ და ის უკვე სულ სხვა კერძია, როგორიც ხალხს მანამდე არ გაუსინჯავს. ჩვენ ახლა ვსხედვართ რესტორან კურიოზაში, რომელიც ერთ-ერთია მთელ მსოფლიოში მიმოფანტულ თქვენი 62 რესტორნიდან. კიდევ რისი მიღწევა გსურთ? უკვე 52 წელია მზარეული ვარ და მაინც არის რაღაც, რაც არ მინახავს. როცა დოჰაში ჩამოვდივარ, მაგალითად, გარეთ გავდივარ და ვათვალიერებ რა ხდება. მივდივარ ფინიკის ბაზარში და ბრუნდები ისეთი სანელებლებით, რომლებიც არასდროს მინახავს. და თან 20 ახალი იდეა მიჩნდება. მიყვარს ახლისწავლა. მინდა ნობუს კვალს გავყვე და შეიძლება სასტუმროებიც გავაკეთო. ამ ბიზნესის ცხოვრების წესიც მომწონს. თითოეული თებშის, შუშის ჭურჭლის, განათების, კომფორტული გარემოს, ყველაფრის დიზაინის შერჩევაში ვიღებ მონაწილეობას. ასე რომ ახლა ცხოვრების სტილით ვარ გატაცებული. გამოდის ეს ყველაფერი სცადეთ და მიაგენით თქვენს მოწოდებას. ჩემი ცხოვრება საკვებია. გმადლობ, რომ ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. ძალიან დიდი წარმატების მიუხედავად, ეს ორი შეფმზარეული ისევ სიამოვნებით სწავლობს რაღაც ახალს. არადა თითქმის ნახევარი საუკუნეა კულინარიის ოსტატები არიან. მომავალ შეხვედრამდე.